დეპუტატის აღსარება. ეს მინისტრი ამ მინისტრმა იმ მინისტრმა მემარჯვენემ მემარცხენემ მიშისტმა და ნიჰილისტმა ყველა მიცის საქართველოს მიმდინარე მოვლენები, ყველას უჭირს მიმდინარე მოვლენების მონელება. შევისწავლოთ, დავიზუთხოთ ზეცის ღმერთის მეფისტოლა, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ეპისტოლე, პატრულთა და მანდატურთა შორის ღრმათა მოსწავლეთა ბედნიერი საქართველოს პრეზიდენტი მობრძანდება, შავი ჯიპის შავ მინაში დეპუტატი ოცნებობდა, მეტად ამგვარ წარმატებას მამაჩემიც მოსწრებოდა, პრეზიდენტის ესკორტიდან გადმოსული რომ ვეხილე, იქნებ ცოტა ცეცოცხლა და კიდევ ცოტაც მოელხინა, ეგება და არ ვიცი და ღმერთი ხელს თუ მომიმართავს, კომიტეტის თავმჯდომარეც ბავშვს თუ მართლა მომინათლავს, მე პარტიის ანგარიშზე უანგაროდ გულით მართლაც 100-ის ნაცვლად არჩევნებზე დავდებ 140,000. მართალია ოდეს შუქი მიიმევა და ღამდება მკვდარი სულის ხმები მესმის და ამ ხმების გაყალბება სუსტი ხარო მკვახეთ მითხრა პარტიულმა მენეჯერმა. ეს ხილვები მარტოოდენ მე მტანჯავდეს მე ეჭვება, მარწმუნებენ 30 წელი კიდევ ვიქნებითო, მოიტანჯავ თავს ამგვარი სულელური ფიქრებითო და როდესაც მსგავსი ბნელი განცდა ჩემში გამძაფრდება, უმალ ჯდები თვითფრინავში კიევისკენ გასაფრენად, მელოდება როგორც შვება კრეშჩატნიკი მყუდრო ბინა, დეპუტატის მანდატივით მარად მწვანე უკრაინა, ჩემი წილი ცხოვრება მაქვს ვდებ სამშობლოს, ჩემი წილა ამაქვს, დეპუტატი კი ვარ, მაგრამ სახელი და გვარი არ მაქვს, ვერ გამარჩევთ ვერავისში, ჩემნაირი არის მრავლად, დეპუტატად დავიბედე და მოვკვდები დეპუტატად. 30 წელი კიდევ მე ეს ტვირთი უნდა ვზიდო, თვალს თუ მომკრავთ დუთი-ფრიში გამოსულნით სატრანზიტოდ, მეც თქვენსავით ორი პარკით ხელში ვდგავარ შორიახლო, მეც თქვენსავით გასასვლელებს ვეძებ რეისს რომ მივაგნო, განსხვავება არის ის რომ მე კვორუმის ნაწილი ვარ, მე კვორუმს თქვნი და ამისთვის მუდამ მზად ვარ, გაწვრთნილი ვარ, მე ხმას ვაძლევ და ეს ხმა მზრდის მიწიერი ზეციერსა და ამისთვის პარლამენტის თავმჯდომარე მე სიჩს მწერსა. თუ საჭირო გახდა მალე უფლებებსაც შევიკვეცავთ, ჩვენ არაფრის უფლება გვაქვს, გთხოვთ ეს კარგად შეიმეცნოთ, 9 მეუფე ერთად გალობს, 9 მეუფე ერთად ლოცავს, შავნაბადაც გზაზე შემდგარ შავ ჯიპების კრიალოსანს, მეტავ ამას ძია ვასო და ვენერა მოსწრებოდა შავი ჯიპის შავ მინაში, დეპუტატ ოცნებობდა.